მონებს არ თვლიდნენ. თავისუფლად კი არა საერთოდ ადამიანებად არ თვლიდნენ. ისინი მოლაპარაკე ინსტრუმენტები. კი, მან მის სიღატაკის ფილოსოფიას მან უპასუხა თავისი გენიალური ნაშრომით ფილოსოფიის სიღატაკე. მარქსიზმი არის უტოპია, რომ მარქსისტები და კომუნისტები და სოციალისტები არიან სექტა, რომლებიც ელოდებიან მეორედ მოსვლას, რევოლუციას, კომუნიზმს და ეს არის რაცა უტოპიური წარმოდგენა. ჩვენ ფეოდალიზმის ისტორიას თუ გავიხსენებთ, იქ შევხვდებით ვაჭრებს, ხელოსნებს, რომლებიც არიან რეალურად თანამედროვე ბურჟუების რაღაცა ისტორიული წინაპრები. თუმცა მარქსმა როგორც ის თავად ამბობდა, ჰეგელის დიალექტიკა დააყენა ყირადან ფეხებზე, ანუ ასე რომ ვთქვათ, წაღმა უკუღმა დააყენა წაღმაზე, გაასწორა. არც ერთ სოციალურ და ეკონომიკურ წყობილებას არ ქონია ისეთი, რომ მისი ჩამოყალიბება და მისი კრიტიკა იყო ერთმანეთის თანადროული. ზედმეტად ცივი და ანგარებიანი ურთიერთობებია შენი კაპიტალიზმი და კაპიტალიზმი ცუდია, ბოროტებაა და უნდა დაიგრეს და უნდა შევქმნათ რაღაცა ახალი ტიპის სამოთხე კუნძული. ჩვენ სადრო ვერც ვისაუბრებთ რაღაცა ადამიანის ბუნებაზე. სწორედ შეჭამეს ადამიანები, ამიტომ უნდა უარყოთ მოდერნულობა და დავბრუნდეთ ტრადიციაში. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენო ვართ დამოუკიდებელი მარქსისტული პოდკასტი, სახელად მარცხენა სანაპირო და სიმბოლურია რომ სწორედ თქვრის მარცხენა სანაპიროზე ვიმყოფებით ახლა და აქედან ვახორციელებთ ჩაწერას. ჩვენ გახლავართ მისი წამყვანები, ამჟამად საუბრობს ალექსანდრე ვაშაკიძე, სანდრო და ჩემი მეგობარი ირაკლი ვიტიაშვილი აგრეთვე. პირველს ყოვლისა ვიტყვით თუ ვისთვის არის ეს პოდკასტი და რაზე ვისაუბრებთ. ის შექმნილია პირველ რიგში მუშათა კლასისთვის, მშრომელი ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, სტუდენტებისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენი მოსმენა, რადგან ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა და აგრეთვე ყველა დაინტერესებულისთვის. ჩვენ გადაცემაში გვექნება დისკუსიები მარქსისტულ თეორიაზე, ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტებზე, მარქსიზმის განვითარების როგორც წარსულში, ასევე აწყვეშიც, ფილოსოფიაზე, პოლიტიკურ ეკონომიაზე, სოციალიზმზე და შევეხებით სხვა საინტერესო თემებსაც. ასევე ვაპირებთ სტუმრების მოწვევასაც, თუმცა პირველი გადაცემისთვის ვიქნებით მხოლოდ ჩვენ ორნი. სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ და ჩვენი თემა დღეისათვის არის მარქსიზმის ისტორიული წანამძღვრები და მისი სამი შემადგენელი კომპონენტი, დავიწყოთ საუბარი ცოტა შორიდან. მაგალითად იმაზე თუ როგორი პოლიტიკური სიტუაცია არის ახლა საერთაშორისო დონეზე და რატომ ფიქრობთ, რომ მარქსიზმი სულ უფრო და უფრო მეტად ხდება აქტუალური. მოგესალმებით მეგობრებო. როდესაც მარქსიზმზე ვსაუბრობ და მარქსზე ვსაუბრობ, თუნდა ვახსოვდეს ის, რომ მარქსის მთელი მოღვაწეობა, მარქსი არ არის მხოლოდ თეორეტიკოსი, არ არის ფილოსოფოსი, რომელიც განმარტავს სამყაროს, გადმოსცემს, ხო, მარქსის მთელი ფილოსოფია არის განმათავისუფლებელი ფილოსოფია რეალურად და მარქსის მთელი ეს ფილოსოფიური ნამოღვაწარი ეძღვნება იმას, რომ მუშათა კლასმა მოიპოვოს ძალაუფლება და განმათავისუფლებელი ბრძოლა. ანუ ის მოუწოდებს, თვითონაც არის რაღაცა ტიპის პრაქტიკულ ბრძოლაში ჩართული, რევოლუციურ ბრძოლაში და მოუწოდებს მუშათა კლასაც, რომ თავისი პირობები შეიმეცნონ, ჩაგვრის პირობები, გაანალიზონ და მოიპოვონ ძალაუფლება და აიღონ ხელში ეს ძალაუფლება. თუმცა დღეს ისეთი მდგომარეობა 2020 წლებიდან, როდესაც დიდი ომები იწყება და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი, პოპულარული ხდება გეოპოლიტიკური თეორიები, რომლებიც განსაკუთრებით პატარა ქვეყნების შიდა პოლიტიკას თვლის, რომ არის განსაზღვრული რაღაცა იმ დიდი წესრიგის მიხედვით. ანუ შორეული პერსპექტივიდან, შორეული გადაწყვეტილებებიდან ხდება აქ მთელი რიგი ცვლილებები. და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ისეთი პოლიტიკური თეორიების გახსენება, ისეთი თეორიების გახსენება, რომლებიც კვლავ ძალას უბუნებს იმ ხალხს, ვინც რეალურად აი პოლიტიკისგან დღეს შეიძლება დაცლილი იყოს და თვლიდეს, რომ დღეს ჩვენ კი არ ვწყვეტთ აქ მთელ რიგ საკითხებს, არამედ დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ, რომელიც აი გეოპოლიტიკური თეორიების მიხედვით არიან მონოლითური წარმონაქმნები. არა, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ რუსეთი
ებრძოლება აშშ-ს და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ჩართული არის და ჩინეთი შემოდის ახალ ფაქტორად, თითქოს საუბრობთ რაღაცა ჰობსიანურ ლევიათანზე. ისეთი შეგრძნება გვექნება თითქოს საუბრობთ კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელნიც თავიანთ თავთან სრულიად შეთანხმებულები არიან, რაღაც ესეთი მეტაფიზიკური, საკუთარ თავში არსებული სტრუქტურები, რომელნიც როგორც ადამიანი, ხო, როგორც კონკრეტული პიროვნება არიან აქვთ ესე რომ ვთქვათ, ერთი კონკრეტული ინტერესი და ამ თავიანთ ინტერესს ფიზიკური ძალით ან ვთქვათ, ირიბი ნაზი მეთოდებით თავს ახავენ სხვა, ამ შემთხვევაში პატარა ერებს. საქართველოს კონტექსტში ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ, აღწეროთ, არამედ პირველ რიგში გავაკრიტიკოთ ეს გეოპოლიტიკური მიდგომა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ჩვენ ადრეულ პარადიგმებს შევხედავთ, როგორი არის დაუშვათ არისტოტელეს ხედვა. არისტოტელე გვეუბნება, რომ ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი, ანუ ის ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ის პოლისის საქმეებში არის ჩართული და განსაზღვრავს, ანუ ჩართული არის პოლიტიკის მშენებლობაში და პოლიტიკურ პროცესში. თუმცა დღეს ამ ფორმულამ ცოტა ხატოვნად თუ ვიტყვით, შეიცვალა თავისი მნიშვნელობა და დღეს ადამიანი ამ გეოპოლიტიკური დისკურსის გამო არის გეოპოლიტიკური ცხოველი და ჩვენი ამ პოდკასტის ალბათ ამბიცია არის ის, რომ რაღაცნაირად პოლიტიკა დააბრუნოს იქ, სადაც მისი ადგილია, დაუბრუნოს ხალხს და ადამიანები კვლავ ჩაებდნენ ამ პოლიტიკაში და მათ მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები და განახორციელონ ცვლილებები. კი ბატონო. ორ სიტყვას ვიტყვი იმაზე, რომ სწორედ ეს გეოპოლიტიკური მიდგომა, სადაც სახელმწიფოები არიან აღქმული რაღაც ერთიან სტრუქტურად, რომელთაც არ აქვთ შიდა წინააღმდეგობები, სადაც არ არიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენები, რომლებიც იმყოფებიან ერთმანეთთან ბრძოლაში, რომელთაც აქვთ ერთმანეთთან დაპირისპირებული ობიექტური ინტერესები, მოდის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან და სხვათა შორის ეს იყო ნაცისტების საყვარელი მიდგომა პოლიტიკისადმი და რატომ? იმიტომ რომ იქ ერი აღიქმება რაღაც ესეთ მონოლითურ სტრუქტურად, რომლის შიგნითაც არ არსებობს კონფლიქტი. ვინაიდან ერი არის რაღაც ესეთი მუდამ თავის ტოლი ისტორიულად უცვლელი წარმონაქმნი, რომელსაც აქვს თითქოს რაღაცა ჯერარსული პრინციპები, რომლებიც უნდა განახორციელოს და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ დღეს საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე, ეს ისე ითარგმნება თითქოს ამერიკის მთლიანი მოსახლეობა ეთანხმებოდეს იმ პოლიტიკას, რომელსაც დაუშვათ ტრამპი ახორციელებს და ასე შემდეგ. თუმცა რომ დავანებოთ გეოპოლიტიკის წმინდა თეორიულ კრიტიკას და პრაქტიკულადაც რომ შევხედოთ, ესეთი მიდგომა ხშირად დამოუკიდებელ ადგილობრივ მოძრაობებს ძარცვავს თავისი პოტენციალისგან იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მგონია თითქოს და ყოველთვის აუცილებლად უნდა ვიღაცას მივემხოთ, რომ იგივე ან ჩინეთს, ან რუსეთს, ან აშშ-ს და არ შეგვიძლია რომ ვიყოთ, აი როგორც ჩვენი პოდკასტი არის დამოუკიდებელი ძალა, ას აუცილებლად უნდა ჩავარებოთ რაღაც ესეთ ვირთხების ბოლაში, რომელიც არის ბოლას ბოლისთვის და არ აქვს თავისი მიზანი. კი ბატონო, თან ანუ მთლიანი შიდა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თეორიის მიხედვით, ანუ მთლიანი შიდა პოლიტიკური პროცესები, რაც ხდება, ყველაფერი თითქოს არის რაღაცა მექანიკური განხორციელება იმ დიდი მოთამაშეების პოლიტიკური პროცესებისა, რაც ხდება ჩვენს მიღმა, ძალიან შორეულ რაღაცა მიღმიურ სამყაროში, რომელსაც ვერ მიუახლოვდებით ფაქტობრივად და აქ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რაც არ უნდა დაიწყოს. იქნება ეს მუშათა მოძრაობები, პროფესიული კავშირები თუ ესე შემდეგ, მიწერა ხდება უცხო ქვეყნის ინტერესებისა და რეალურად ვერ ვხედავთ, ანუ არ აქვს კრიტიკის იარაღი, რომ მათი რეალური კლასობრივი დანიშნულება დავინახოთ და რატომ იბრძვიან ისინი აქ და ახლა ის დავინახოთ. კი ბატონო, და ეს სწორედ ეგ ფაქტი ართმევს დამოუკიდებელ მოძრაობას იმის შესაძლებლობას, რომ შექმნას თავისი ავტონომიური პროექტი, რომელიც იქნება ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მსოფლიო სისტემაში ჩაბმული, ამ მსოფლიო ფერხულში, მაგრამ ამავდროულად იბრძოლებს ვიწროთ თავისი ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში შექმნის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში არსებულ ორგანიზაციებს, სტრუქტურებს და შეძლებს, რომ როგორც ნაპერწკალიდან
გაჩნდება ხანძარი, ასევე პატარა მოძრაობებიდან შეიქმნას დამოუკიდებელი მოძრაობები, რომელიც ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესს გაატარებს ქვეყნის შიგნით. და რა თქმა უნდა ეს თავისთავად მიზანი უნდა იყოს დღეს ჩვენ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ მაღაროელების პროტესტში, როგორ ხდება აი ამ რაღაცა ადგილობრივად ძალიან კლასობრივი დაპირისპირების წარმოჩენა, ისე თითქოს რომ ეს იყოს რაღაცა მსოფლიო ბაზარზე დამოკიდებული, იყოს დამოკიდებული რაღაცა მაინც უცხოურ ძალებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიმიჯნებით იმას, რომ არსებობს იმპერიალიზმის კრიტიკა და იმპერიალიზმის კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც იმპერიალიზმს ვაკრიტიკებთ, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ დაუშვათ გერმანიის მუშათა კლასს, ან არ ვაკრიტიკებთ უკრაინის ან რუსეთის მუშათა კლასს, რომელიც თვითონვე ხდება ამ იმპერიალიზმის იარაღი სხვა ერების ჩაგვრაში. ჩვენ უნდა ვაკრიტიკებდეთ ბურჟუაზიულ ხელისუფლებებს, რომლებიც მოსულები არიან ამ იმპერიალისტური ქვეყნების სათავეში და მათი ინტერესების მიხედვით ხდება, თუნდაც ეს რაღაცა ყვადადებული გეოპოლიტიკური ლავირება თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ხო? ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ კრიტიკული თეორია დაბრუნდეს, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ მსოფლიო პროცესებსაც სიღრმისეულად, გამოვიკვლიოთ ის ძირითადი საფუძველი, რის გამოც კონკრეტული ხელისუფლებები კონკრეტული კლასის ინტერესებს ატარებენ და ამისთვის დაგჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მარქსისტული კრიტიკა, იმიტომ რომ მარქსი დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ კაპიტალიზმი დღესაც არსებობს და სანამ კაპიტალიზმი იარსებებს და იმის შემდეგაც ალბათ მარქსი ყოველთვის აქტუალური იქნება. მარქსზე რა თქმა უნდა, ბევრი მითი არსებობს, ეს მითები არსებობდა მისი მოღვაწეობიდან დღემდე, რომ მარქსიზმი არის უტოპია, რომ მარქსისტები და კომუნისტები და სოციალისტები არიან სექტა, რომლებიც ელოდებიან მეორედ მოსვლას, რევოლუციას, კომუნიზმს და ეს არის რაცა უტოპიური წარმოდგენა, თუმცა მრავალგზის ისტორიულმა მსვლელობამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელი არის სოციალისტური რევოლუცია, შესაძლებელია სოციალისტური სახელმწიფოს აშენება და ჩვენი მიზანი არის ის, რომ დღეს საქართველოში გაბატონებული, განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაბატონებული ამ მითებისგან გავათავისუფლოთ ცნობიერება. და კიდევ ერთს დავამატებდი, სანდრო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები, როგორებიც ისინი არიან, ანუ ისინი ეხებიან საზოგადოებას, ისინი ეხებიან რაღაცა კონკრეტულ ადამიანების ქცევას საზოგადოებაში, როგორ ხდება პროცესები, როგორ ლაგდება. ლენინს აქვს ესეთი ფრაზა, რომ და ნაშრომიც, რომ არსებობს ფილოსოფიის პარტიულობა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს, რომ არსებობს სოციალური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მეცნიერებების პარტიულობაც. ანუ ის სოციალური მეცნიერებები, რომლებიც დღეს გაბატონებული არის და თუნდაც ჩვენ უნივერსიტეტებში გვასწავლიან, სკოლებში გვასწავლიან, რა ტიპის მსოფლმხედველობითაც მიდის ჩვენი დამოძღვრა, რეალურად კონკრეტული კლასის, კონკრეტული სისტემის წიშგვილზე ასხავს წყალს და მისი იდეოლოგიური დამცველი და ლეგიტიმაციის მიმცემი არის. და კიდევ ერთი მითი რო ვახსენოთ, რომ კაპიტალისტური წარმოების წესს თითქოს მარქსი აკრიტიკებდა შემდეგნაირად, რომ მარქსს უნდოდეს, რომ სახელმწიფო კაპიტალისტური შენარჩუნდეს და ძირითადად დავახო ამაზე მიდის ხოლმე, რომ ჩაერთვება თუ არა სახელმწიფო ეკონომიკაში, ის იქნება წარმმართველი ეკონომიკის თუ არა. თითქოს მარქსიზმი იყოს მხოლოდ გეგმიური ეკონომიკა. მარქსიზმი უფრო მეტი არის და ჩვენი ამ სერიის განმავლობაში ალბათ გამოვაჩენთ რა არის რეალურად მარქსიზმი. ეგ მითიც სწორედ აგებული არის სხვა მითზე, რომელიც მოიაზრებს იმას, თითქოს კაპიტალიზმი და ეს საბაზრო ურთიერთობები, კერძო საკუთრება და ასე შემდეგ არის ადამიანის ბუნებრივი გაგრძელება, თუმცა თუ დაველაპარაკებით ნებისმიერ დამოუკიდებელ ანთროპოლოგს, რომელიც აუცილებელი არც არის რომ მარქსისტი იყოს და უბრალოდ
თავის საქმეში პოზიტივისტურად კარგად აგროვებდეს მასალას და მის თანმიმდევრულ ანალიზს აკეთებდეს, ის გეტყვით, რომ რეალურად ადამიანები ცხოველთა სამყაროდან მაშინ ამოვიდნენ, როდესაც დაიწყეს ურთიერთდახმარება და სწორედ მაშინ გაჩნდა ცივილიზაციის საფუძველი. ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და ამით განსხვავდება ის სხვა ცოცხალი არსებებისგან, თუმცა ბევრი ცხოველი რეალურად სოციალური არსება არის. და განსხვავება აქ იმაშია, რომ ადამიანი არა სოციალური, არამედ ცივილიზაციური არსება არის. მაგალითად, ფუტკრებსაც და ჭიანჭველებსაც აქვთ ძალიან განვითარებული სოციუმები, თუმცა იქ ინტერაქციები ხდება როგორც წესი ინსტინქტებზე. და ინსტინქტი იმით განსხვავდება ადამიანის რეფლექსებისგან, რომ ინსტინქტს არის ერთგვარი თანდაყოლილი გენეტიკურად აღბეჭდილი ქცევა, რომელსაც ვერ შეწინააღმდეგები. მაგალითად, ობობასაც არ უნდა გააკეთო, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის ქსოვდეს იქნება ბადეს. მაგრამ ადამიანებს მართალია ბუნებრივი მიდრეკილებები, ანუ რეფლექსები აქვთ, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ თავისი ნებისმიერად გაუწიოს წინააღმდეგობა ამ რეფლექსებს. და ხშირად გამოყავთ ისე, თითქოს ადამიანს ჰქონდეს დაუძლეველი ინსტინქტი სიმდიდრის მოხვეჭის, ძალაუფლებისთვის ბრძოლის და აქედან ლოგიკურად გამოყავთ ის, რომ კაპიტალიზმი არის ადამიანის ბუნება. თუმცა საქმე მდგომარეობს იმაში, რომ რახანაც ადამიანს აქვს რეფლექსები და მას შეუძლია რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თავის მიდრეკილებებს, კულტურას შემოაქვს სწორედ გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ქცევაში. და ჩვენ ხედავთ ისტორიის განმავლობაში თუ როგორ აღიქმებოდა ნორმად სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები. იყო ეს მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, სადაც მეფის ლეგიტიმაციის წყარო იყო სწორედ რელიგია როგორც წესი და თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება, სადაც საზოგადოების ლეგიტიმაციის წყარო უკვე სრულიად სხვა კონცეფციებია, რომელზეც შემდეგში ვისაუბრებთ. და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ კულტურა თავის მხრივ არის დაფუძნებული და გამომდინარეობს იმ სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობებიდან, რომელშიც ფუნქციონირებს ცალკეული ინდივიდი თუ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ გაგებით ჩვენ სადრო ვერც ვისაუბრებთ რაღაცა ადამიანის ბუნებაზე, ხო? როგორც მუდამ თავის ტოლ რამეზე ადამიანის ბუნება მუდმივად განიცდიდა ცვალებადობას, ეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური წყობა სისტემა სხვადასხვანაირად მოქმედებდა ადამიანის ბუნებაზე, გარდაქმნიდა მას და ჩვენ როცა ვსაუბრობთ დაუშვათ ისეთ დიდ წერლებზე, ხელოვანებზე და ასე შემდეგ, რომლებიც მოღვაწეობდნენ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქებში, ჩვენ გვჭირდება მათი შემოქმედება, რომ გავარკვიოთ იმ ისტორიული რეალობის შესწავლა, იმ ეკონომიკური სისტემის შესწავლა, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ და ამის შემდეგ ხდება მათი, ესე იგი, ეს ნაშრომები და შემოქმედება გასაგები, ხო? დაუშვათ, როცა ჩვენ შეუძლებელია გავიგოთ შექსპირი თუ შუა საუკუნეების ის წყობა, ის სისტემა არ გავიგეთ, ინგლისის ის მდგომარეობა არ გავიგეთ, რაც იმ დროს იყო, ხო? პრინციპში მე როგორც ფსიქოლოგს შემიძლია ვთქვა, რომ მარქსიზმის ყველა არგუმენტი იქნება ეს მარქსიზმის წინააღმდეგ უпростоრად, რომ იქნება ეს კალკულაციის არგუმენტი თუ სხვა, უმეტესწილად თავის სამეცნიერო სფეროებში ძალიან კარგად არის გაკრიტიკებული და ყველაზე ნაკლებად და ესე რომ ვთქვათ, თანმიმდევრულად ახსნილი სწორედ ადამიანის ბუნების თემა არის, რასაც შემდგომში დავუბრუნდებით აუცილებლად. და ეხლა უკვე საჭიროა გადავინაცვლოთ სწორედ იმ ისტორიულ კონტექსტზე, რომლის განმავლობაშიც კალიბდებოდა ის კულტურები, ის ფილოსოფიური მიმდინარეობები, რომლიდანაც ამოიზარდა მარქსიზმი და მარქსის ფილოსოფიური სწავლება. პირველ რიგში უნდა შევნიშნოთ ის, რომ კაპიტალიზმი, რომელიც მარქსის მოღვაწეობის პერიოდში უკვე ახალი სისტემა იყო და უკვე დაფუძნებული იყო, არა ესე მყარად და არა განვითარებული ფორმით, მაგრამ იყო, შეიქმნა ფეოდალიზმის წიაღში. ანუ ჩვენ ფეოდალიზმის ისტორიას თუ გავიხსენებთ, იქ შევხვდებით ვაჭრებს, ხელოსნებს, რომლებიც არიან რეალურად თანამედროვე ბურჟუების რაღაცა ისტორიული წინაპრები, ხო? კერძო მესაკუთრეები, რომელიც
ჩართულნი არიან საბაზრო პროცესებში. ორი სიტყვით განმარტავ იმას, რომ რატომ ეძახით მაინდა-მაინც აი ფორმაციულ მიდგომის კრიტიკას რო დავარტყათ. თუ ბაზარი და ესეთი კლასები არსებობდნენ ფეოდალიზმშიც, რატომ არ ეთქვა მაგალითად ფეოდალიზმს კაპიტალიზმი? საქმე იმაშია, რომ მაშინ მეურნეობის ყველაზე ეფექტური და გაბატონებული პოლიტიკური თვალსაზრისით ფორმა იყო სწორედ მიწის საკუთრება და ფეოდალური სახის საკუთრება. და ტიტულის ყიდვა-გაყიდვა პრინციპში იყო შეუძლებელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ზუსტად იმ ეპოქაში, როდესაც სწორედ საბაზრო ურთიერთობები იმორჩილებენ ყველა სხვა ურთიერთობებს და ბურჟუაზია, ანუ კერძო მესაკუთრეები, როგორც კლასი, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას იწყებს, სწორედ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კაპიტალიზმის გაბატონებაზე. თუმცა კაპიტალისტური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდნენ, ფეოდალიზმის წიაღში დაიბადნენ და აქტიურად ვითარდებოდნენ გარკვეულ მომენტამდე. კაპიტალიზმი ჩაისახა, რა თქმა უნდა, ფეოდალიზმის წიაღში და შეიძლება ეს განვითარება ცოტა შენელებულიყო რომ არა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, თუმცა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა დააჩქარა ეს პროცესები ამერიკის კოლონიზების შემდეგ შემოვიდა უამრავი პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა გაჩნდა, ეს რომელიც არ მოიპოვებოდა ევროპაში. დიახ, არ მოიპოვებოდა ევროპაში, სოფლიო ვაჭრობის რაღაცა დიდი ქსელი შეიქმნა და პლუს ამას ძალიან მოთხოვნადი გახდა ისეთი პროდუქტები, როგორც არის მაუდი, რომელიც მზადდებოდა ცხვრის მატყლისაგან და ეს ცხვრის მატყლის გადამუშავება მოითხოვდა მანუფაქტურულ შრომას, ანუ დანაწილებულ შრომას, სადაც ხელით მუშაობს რამდენიმე ადამიანი და მოითხოვდა მიწებს და ამიტომ გლეხებს აძევებდნენ განსაკუთრებით ინგლისში, აძევებდნენ მიწებიდან, იქ ცხვარს მოაშენებდნენ და ამ ცხვრის მოშენების შემდგომ ეს მატყლის დიდი წარმოება მანუფაქტურაში მუშავდებოდა და იქნებოდა მაუდი. მაუდის ეს წარმოება მნიშვნელოვანი იყო ზუსტად აი რაღაცა განვითარებაში მანუფაქტურული შრომის. სწორედ მაგ დროს გაჩნდა ის ესეთი ანეკდოტური გამოთქმა, რომ ცხრებმა შეჭამეს ადამიანებიო, რომელიც იქცა ერთგვარ თეზად იმ ადამიანებისა, რომელთაც გონიათ, რომ ტექნიკური პროგრესი თავისთავად ცუდია და მხოლოდ ზიანი მოაქვს და ამიტომ უნდა უარყოთ მოდერნულობა და დავბრუნდეთ ტრადიციაში. თუმცა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დამაზიანებელი ეფექტი მოდის არა თავად ტექნოლოგიებისგან, არამედ იმ ლოგიკისგან, საზოგადოების განვითარების, რომელიც სიმდიდრის მიკუთვნებას, მისუფლებას აძლევს მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტს მოსახლეობის, მსხვილ კერძო მესაკუთრეებს და ასევე საინტერესოა ისიც, რომ თავისთავად თავისუფალი კაპიტალიზმი ადრეული არასდროს არ ყოფილა რეალურად დემოკრატიული და რაღაც ასეთ ინსტიტუციებზე აგებული. პირიქით, როგორც წესი, სწორედ ირონიულია, რომ სწორედ ფეოდალების დასაჩაგვრად, იმისთვის რომ ფეოდალები გადასულიყვნენ მეორე პლანზე, მეფეები იყენებდნენ ვაჭრებს და ქალაქებს აძლევდნენ ავტონომიას და საკუთარ დაცვას, სწორედ იმისთვის, რომ თავისუფალი ქალაქებისგან აკრეფილი გადასახადებით და ვაჭრობიდან შემოსული ფინანსებით მეფეებს მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა ფეოდალების გავლენისგან, მათი აზრი აღარ გაეთვალისწინებინათ თავიანთ პოლიტიკაში და სწორედ მაშინ ეყრება საფუძველი აბსოლუტისტურ მონარქიის იდეებს. და სწორედ ასე ირონიულად, იმან რამაც ხელი შეუწყო მონარქიის ძალაუფლების გაძლიერებას და ფეოდალიზმის პიკში მისვლას, შექმნა შიდა წინააღმდეგობა, სადაც საზოგადოების უმრავლესობა იყო გაერთიანებული მესამე წოდებაში, რომელიც რა თქმა უნდა წვრილი გლეხობის და ბურჟუაზიის ინტერესებს გამოხატავდა, რომელიც იყო სრულიად უუფლებო და იჩაგრებოდა როგორც არისტოკრატიის და სამღვდელოების, ასევე მონარქების მიერ, რომელნიც არ ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს. და სწორედ ამ დროს იწყება ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქა, როდესაც ბურჟუაზია იმდენად ძლიერდება ფინანსურად და ხედავს, რომ იმდენად დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო პოლიტიკაზე მის ფინანსური მოგების თვალსაზრისით, რომ მას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური უფლებები. კი ბატონო და სანამ ანუ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამას ობიექტური პირობები უძღოდა წინ. შენც ახსენე რამდენიმე სანდრო, მაგრამ მეც ვიტყვი, რომ აი ზუსტად აი ამერიკის კოლონიზება, სადაც ჩართული იყო ან დიდი სახელმწიფოები, ფეოდალური სახელმწიფოები, სიმდიდრის
მოხვეჭის საქმეში, მათ შორის ინგლისი, საფრანგეთი, ისინი ერთმანეთში იბრძოდნენ, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიების და რესურსების გადასანაწილებლად და აი ბრძოლაში მათ ჭირდებოდათ, რა თქმა უნდა, ფლოტი, არმია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა, ხო? უფრო დიდ ძალებს ჭირდებოდათ ეს იარაღი, ჭირდებოდათ ტანსაცმელი და ჭირდებოდათ აი ფლოტისთვის დიდი გემები და წავიდა ძალიან დიდი წარმოება ტანსაცმლის, იარაღების, ასევე გემების, გემჩენებლობა დაიწყო. ანუ ყველაზე დიდი ომები ფაქტობრივად, რაც ჩვენ ვიცით, იყო ზუსტად აი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდგომ, რომელმაც გააჩინა მოთხოვნა ასეთ პროდუქტებზე და ამ მოთხოვნამ გააჩინა წარმოებლები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდნენ. უზარმაზარი ინვესტირება მოხდა იმ რესურსების, რომლებიც ვაჭრობის შედეგად დაგროვდა ამ კაპიტალის, სწორედ მრეწველობის განვითარებაში და მართალი ამას ეძახიან ინდუსტრიულ რევოლუციას, თუმცა რეალურად ის იყო ტექნიკური ინჟინერული რევოლუცია ამავდროულად. რაც მოიაზრებდა იმას, რომ ის ყველა მექანიკური პროცესი, რომელიც დაედო საფუძვლად ამ ინდუსტრიულ რევოლუციას უკვე არსებობდა, თუმცა არ ხდებოდა მათი მსხვილი საკუთრების საფუძველზე გამოყენება, სადაც მანუფაქტურული დანაწილებული ვიწრო სპეციალიზირებული შრომით ის გავიდა ისეთ მასშტაბებზე, რომელიც მანამდე კაცობრიობას არ უნახავს. რომაულ უზარმაზარ ლატიფუნდიებშიც კი არ ყოფილა ესეთი შრომის მაღალი ეფექტურობა და პროდუქტიულობის მაღალი დონეები, რომლებშიც ჩაეყარა საფუძველი სწორედ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გაჩენილ უზარმაზარ საწარმოებს. აი მე-18-19 საუკუნეში იქნება ისეთი გამოგონებები, როგორც არის ლოკომოტივი, რკინიგზა, რომელზეც თავიდან ან ცხეს გადაქონდა ურიკით სხვადასხვა პროდუქტი, აი რკინიგზის დანიშნულება თავიდან ეს იყო, მაგრამ მისი ეფექტურობა, რა თქმა უნდა, ესეთი წარმოების დროს იზრდება და აი დიდ ორთქლმავლებს დაუდო საფუძველი. აი ზუსტად მაშინ იქნება და აღმოაჩენენ ორთქლის გამოყენების ძალას, როგორ შეუძლია და ორთქლის გამოყენებამ კიდე სხვა მასშტაბები შეძინა წარმოებას და ასევე რაც მნიშვნელოვანია, ამ დროს ზუსტად მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში იქნება მანქანათმშენებლობა, როგორც რაღაცა ცალკე დარგი, რომელიც ამზადებს ამ საწარმოო საშუალებებს, რომლებმაც თავის მხრივ უნდა დაამზადონ სხვა მნიშვნელოვანი პროდუქცია. ანუ აი ძალიან დიდი გარღვევის ეპოქა არის და ზუსტად აი ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვია ის, რომ სხვა ტიპის შრომას დაუდო საფუძველი, ხო? შეიქმნა დიდი ინდუსტრიები, აი მანუფაქტურული შრომიდან, რომელიც ძირითადად ხელით შრომაზე იყო დაყრდნობილი, ამ ახალი მანქანების შექმნამ, რომლებიც ნახევრად მექანიკურად, ნახევრად ავტომატურად მუშაობდნენ, დაუდო საფუძველი იმას, რომ ახალი ტიპის შრომა და შესაბამისად ურთიერთობები გაჩენილიყო. ამ პერიოდში ჩნდება ახალი კლასი, პროლეტარიატი, რომელიც თავის სარჩოს იღებს დაქირავებული შრომისგან, თუ ძველ ფეოდალურ საზოგადოებაში გლეხები იყვნენ ან თვითკმარი მეურნეობაში იყვნენ ჩართულები, ჰქონდათ მიწა, ღალას და ბეგარას უხდიდნენ გადასახადების სახით ფეოდალს, უკვე ჩნდება აი მიწებიდან აყრილი გლეხების, ქალაქში მაცხოვრებელი ღარიბი და არაფრის მქონე ადამიანებიდან ის კლასი, რომლებიც დღიურად, საათობრივად ერთვებიან საქმეში და აი რაღაცა ინდუსტრიებს ზუსტად ეს კლასი ამუშავებს და ქმნის დოლარს. სწორედ პროლეტარიატის ყოფა-ცხოვრების, მათი კლასობრივი ბუნების, მათი საზოგადოებაში არსებული ადგილის ანალიზიდან გამომდინარე, მარქსმა და ენგელსმა დაასკვნეს, რომ პროლეტარიატს განსხვავებით სხვა სოციალური კლასებისგან აქვთ უნარი და ამავდროულად ეს არის ისტორიული აუცილებლობაც, მათ აქვთ ისტორიული მისია,
რომ გაანადგურონ ალამხოლოდ ბურჟუაზიული წესწყობილება, როგორც თავის დროზე ბურჟუაზულმა გაანადგურა ფეოდალიზმი, არამედ მოსპონ თავად კლასობრიობა საზოგადოების და გაანადგურონ მასების შემოქმედებით შრომას და საწარმო საშუალებებს შორის შუამავლების არსებობის ფაქტი. ანუ პროლეტარიატს აღარ გამოუვა ისეთი ახალი შუამავლის შექმნა, როგორც იყო მონათმფლობელი ან ფეოდალი ან კაპიტალისტი და ეს იქნება მართლაც თავისუფალი და თანასწორი ადამიანების საზოგადოება, სადაც საზოგადოებრივი საკუთრების, რაციონალური დაგეგმარების და ისეთი პრინციპის, როგორიც არის თითოეულისგან შეძლების დაგვარად თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით, აორგანიზოს საზოგადოება, სადაც ადამიანებს მართლაც შეუძლიათ რომ იყვნენ თავისუფალნი და საზოგადოების განვითარების მეცნიერულ შეცნობილი აუცილებლობის საფუძველზე მოსპონ ის გაუცხოება და ის დამანგრეველი შიდა წინააღმდეგობები, რომელიც გააჩნია თანამედროვე კაპიტალიზმს, რომელიც, როგორც ვთქვით, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ჭარბწარმოების გამო იწვევს კრიზისებს, რომელიც მაგალითად იგივე აგრარულ საზოგადოებებს არ ახასიათებდათ. თუმცა სანამ ამ დამანგრეველ ხასიათს მიიღებდა კაპიტალიზმი, ის იყო პროგრესული მოვლენა, იმიტომ რომ ფეოდალური წარმოების შემდგომ კაპიტალიზმმა უნდა შექმნას განავითაროს საწარმოო საშუალებები, უნდა მივიდეს იმ დონემდე, ან მარქსისტული თეორიის მიხედვით, რომ შესაძლებელი გახდეს აი კაპიტალიზმის მონოპოლარის მერე სოციალიზმში გამოყენება და საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციაც, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენა არის, როგორც ეს ინდუსტრიული რევოლუცია, აი მარქსისტული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ზუსტად ამ პრინციპზე დგას. ანუ კი, შესაძლებელია იქ მრავალი კლასი იყო ჩაბმული, მათ შორის მესამე წოდებაც, რომელსაც ეს განზრახვა საერთოდ არ ქონია, რომ ის აშენებდა ბურჟუაზიულ წესრიგს, აშენებდა კაპიტალიზმს და მათ სურდათ კაპიტალიზმის აშენება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ რევოლუციას დაერქვა ბურჟუაზიული რევოლუცია, იმიტომ რომ ბურჟუაზიული კლასი მოვიდა ხელისუფლებაში და ბურჟუაზიული ბატონობის ეპოქა დადგა, ესე ვთქვა. საფრანგეთის რევოლუციის ძირეული იდეოლოგიაც, განმანათლებლობაც, რომელიც არც მეტი არც ნაკლები კლასიკური ლიბერალიზმის საფუძველი იყო, საბოლოო ჯამში ატარებდა სწორედ ბურჟუაზიის ინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად იგივე განმანათლებლობის ცნობილი ფიგურა ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაში ვხედავთ ეგალიტარიანიზმის საფუძვლებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟან-ჟაკ რუსო იყო პროტო-უტოპისტი სოციალისტი, მაინც თავარი მამოძრავებელი ძალა და ისტორიული სული ესე ცოტა ჰეგელისგან რო დავისესხოთ, სწორედ იყო ბურჟუაზიული იდეოლოგია და არა მხოლოდ იდეოლოგია, არამედ ის მატერიალური ბაზისიც, რომელმაც გამოიწვია ის, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ლოგიკური წარმოების ფორმა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იყო სწორედ ბურჟუაზიული მეურნეობა, კაპიტალისტური წარმოების წესი. კი, თუმცა ამ ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ ჩნდებიან ისეთი პარტიები, ისეთი უტოპიური წარმოდგენის მქონე დაჯგუფებები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კი, ან ფეოდალიზმი დაინგრა, ჩვენ მივიღეთ რაღაცა ახალი ტიპის წესრიგი, მაგრამ ეს ახალი ტიპის წესრიგი და წარმოების წესიც არის თანამედროვე მონობის მსგავსი და აწარმოებს ადამიანების ჩაბრას. ჩვენ გვჭირდება რაღაცა ახალი ტიპის საზოგადოება, ახალი ტიპის საზოგადოებრივი წესრიგი, რომელიც თითოეულ ადამიანს მართლა გაანთავისუფლებს. ეს არ იქნება მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე დაწერილი რამ, არამედ იქნება ნამდვილი განთავისუფლება. თუმცა ეს წარმოდგენები იმიტომ არის უტოპიური, რომ მათ არ ქონდათ რეალურად ის პროცესები, ის მიზეზები, რატომაც კლასებად იყოფა საერთოდ საზოგადოება, კარგად შეცნობილი და მეცნიერულად გაანალიზებული, ხო? ანუ ეს და პირები, სენ-სიმონი, ფურიე და მსგავსი ოუენი ფიქრობდნენ, რომ აქ და ახლა შესაძლებელია მთლიანი საზოგადოების განთავისუფლება და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი წარმოდგენა არის, რომ შენ გაქვს წარმოდგენილი, რომ მთლიან საზოგადოებას გაათავისუფლებ, მაგრამ არის
უტოპიური იმის გამო, რომ არის დგას მორალურ შეხედულებებზე და არ დგას რეალურ მატერიალური პირობების შემეცნებაზე და ამატერიალური პირობების შედეგად წარმოშობილი კლასობრივი მიკუთვნებულობის ანალიზზე. თუ რა კლასებს დაინტერესები აქვს, როგორ იბრძვიან ერთმანეთში და ვინ უნდა იყოს ის კლასი, რომელიც გაათავისუფლებს აი კლასობრივ დაპირისპირებისგან თითოეულ კლასს. რა მივუბრუნდეთ ადამიანის ბუნების ისეთ აღქმა, სადაც კაპიტალიზმი არის გარდაუვალი პროდუქტი ადამიანური ბუნების, არც ერთ სოციალურ და ეკონომიკურ წყობილებას არ ქონია ისეთი, რომ მისი ჩამოყალიბება და მისი კრიტიკა იყო ერთმანეთის თანადროული. ნუ ეს შეიძლება იმასაც დაუკავშიროთ, რომ კაპიტალიზმმა ასევე განვითარებული ინფორმაციული ტექნოლოგიებიც მოგვცა, როგორც იყო მაგალითად საბეჭდი პრესი და ტელეგრაფი და ასე შემდეგ, რომელთა გამოც განათლების მიღება გაცილებით უფრო იაფი და მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა და საზოგადოებრივმა კლასებმა დაბალმა პირველად მიიღეს ირგვლივ არსებული რეალობის ანალიზის არარელიგიური შესაძლებლობა, ანუ უფრო მეცნიერულთან მიახლოებული ანალიზი შეეძლოთ გაეკეთებინათ რეალობის და სწორედ კაპიტალიზმის გაჩენასთან ერთად ჩნდებიან ის უტოპისტური სოციალისტური მოძრაობები, რომელზეც შენი საუბრე ირაკლი, რომელნიც მორალისტურად უდგებოდნენ კაპიტალიზმს უპირველეს ყოვლისა, ანუ ამბობდნენ, რომ აი რაღაცა ძალიან ზედმეტად ცივი და ანგარებიანი ურთიერთობებია შენი კაპიტალიზმი და კაპიტალიზმი ცუდია, ბოროტებაა და უნდა დაიბგრეს და უნდა შექმნათ რაღაცა ახალი ტიპის სამოთხე კუნძული, როგორც ეს მორის უტოპიაშია, თუმცა საბოლოო ჯამში მარქსმა გამოაშკარავა, რომ ესე მორალურად საკითხთან მიდგომა არ შეიძლება და სხვაგვარი მიდგომები მართებს. საინტერესო არის ის, რომ ამ უტოპისტი სოციალისტების ძალიან დიდი ნაწილი არ მხოლოდ თეორეტიკოსები იყვნენ, არამედ პრაქტიკოსებიც. მათ დავაარსებული ჰქონდათ არაერთი კომუნები, სადაც შესანიშნავი და საინტერესო პროგრესული სოციალური ექსპერიმენტები ჰქონდათ ჩატარებულნი და მათ ასევე ეგონათ, რომ საკმარისია თავად ბურჟუაზიას, თავად კერძო მესაკუთრეებს, ბიზნესმენებს და ბანკირებს აუხსნათ და დავაჯეროთ, რომ აი ეს საზოგადოება უფრო ეფექტური და თავისუფალია და იქ ყველანი ვიცხოვრებთ როგორც ძმები, რომ კაპიტალიზმი უბრალოდ არალოგიკური აღმოჩნდება ყველას თვალში და დაინგრევა. ანუ ისინი უგულებელყოფდნენ იმ ძალაუფლების დინამიკას, იმ სტრუქტურას, რომელზეც დგას ნებისმიერი კლასობრივი საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში კაპიტალიზმი. საბოლოო ჯამში ის პროექტები, ის კომუნები, რომლებიც უტოპისტმა სოციალისტებმა შექმნეს, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონირებდნენ და საინტერესო მაგალითები არიან, როგორც სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში დასრულდნენ მარცხით, ვერ მიაღწიეს სოციალურ პროგრესს. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ისინი ფუნქციონირებდნენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და იქ მცხოვრებ ადამიანებს გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდათ, ვიდრე იგივე კერძო საწარმოებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მარქსი, რა თქმა უნდა, დავალებული არის რაღაცნაირად ამ უტოპიური სოციალიზმით, იმიტომ რომ ეს სოციალისტური იდეა გაჩნდა ზუსტად საფრანგეთში, ნუ ჩვენ მორიც ვახსენეთ, მაგრამ მორის იდეები ცოტა სხვანაირი იყო, უკვე აი პოლიტიკურმა პროცესებმა გახადა შესაძლებელი საფრანგეთის რევოლუციის, რომ ამგვარი იდეები ესე მასიურად მოდებულიყო ხალხში, იმიტომ რომ აშკარად ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ეს ხალხი ბოლომდე ვერ გაათავისუფლა, ხო? ისეთი პირობები არ შექმნა, როგორიც საჭირო იყო და მარქსის კრიტიკა თუნდაც ამ უტოპიური სოციალიზმის მიმართულებით სხვადასხვანაირად ვითარდებოდა. ერთ-ერთი კრიტიკული ხაზი იყო ის, რომ უტოპის სოციალისტებს არ ჰქონდათ კაპიტალისტური სისტემა შესწავლილი. ანუ მარქსი ხვდება თუ არა იმას, რომ რეალური ბაზისი არის ის, რომ ჩვენ რაღაცა ტიპის შრომაში ვართ ჩაბმული, საზოგადოებაში რაღაც ადგილი გვხვდება, ეს საზოგადოება არის დაყოფილი კლასებად, არსებობენ წარმოებლები, რომელსაც ხელფას უხდიან, ანუ ჩვეულებრივი ბუშები და არსებობენ საწარმოო საშუალების ფლობელები, ანუ კაპიტალისტები, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამ ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ანუ მარქსის ისტორიული მატერიალიზმი, რომელიც აი ფრანგული სოციალიზმის აი კოჭ ესე რომ ვთქვათ ისტორიულ გაგებას ცვლის,
ბევრად უფრო კარგად აანალიზებს იმ სტრუქტურას, რაც საზოგადოებაში არსებობს. და მარქსი იაზრებს თუ არა ამ ყოველივეს, რომ ყველაფერს საფუძვლად აქვს მატერიალური ურთიერთობები და მათ შორის საწარმოო ურთიერთობები, ის იწყებს ისეთი მეცნიერული თეორიის შესწავლას, როგორიც არის ინგლისური პოლიტიკური ეკონომია, კერძოდ კი დევიდ რიკარდოსა და ადამ სმითის თეორიის შესწავლას და ჩვენ ვიცით, რომ ადამ სმითის და დევიდ რიკარდოს ეს ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ მათ აღმოაჩინეს შრომის ღირებულების თეორია. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ და ამას რა თქმა უნდა შემდგომ ეპიზოდებში განვავრცობთ, რას გულისხმობს ეს შრომის ღირებულების თეორია, რომ წარმოებული საქონლის ღირებულება იზომება ამ საქონელზე დახარჯული შრომით, მასში გახორციელებული შრომის საათობრივი რაოდენობით. ანუ აქ საუბარი არა რაღაც აბსტრაქტულ შრომაზე, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად დიდი ხანი ვხატოთ ნახატი, მაგრამ ამიტომ ის ღირებულებას მეც არ იღებს. თუმცა მარქსის მიხედვით პროდუქციის ობიექტურ თვითღირებულებას განსაზღვრავს სწორედ სოციალურად აუცილებელი, საშუალო სტატისტიკურად საჭირო დროის რაოდენობა, რომელიც მასზე იხარჯება. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ასე სტანდარტიზება აბსოლუტურ დონეზე შეუძლებელია, იმიტომ რომ მეტნაკლებად განსხვავებულ შრომას ასრულებს სხვადასხვა ადამიანი, თუმცა თუ ავიღებთ და საშუალო სტატისტიკურს, ესე საშუალო შრომას გამოვიყვანთ, ძალიან მარტივად შეგვიძლია დავიანგარიშოთ ნებისმიერი პროდუქციის ღირებულება არა საბაზრო ფასით, რომელშიც ასევე სუბიექტური ფაქტორით შეიძლება მონაწილეობდეს, არამედ პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც არის მისი წარმოებისთვის აუცილებელი შრომის რაოდენობა. ანუ თუ ესე რაღაც მაგალითს მოვიყვანთ, თუ საზოგადოებრივად აუცილებელი შრომა არის 6 საათი რაღაც ნივთის დასამზადებლად, თუ შენ დადგები და 12 საათი იმუშაობ, რა თქმა უნდა 12 საათის ღირებულება არ ექნება ამ ნივთს. მარქსის ეს აღმოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო და ასევე მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მან აღმოაჩინა ის, რომ ბურჟუაზიული ეკონომისტები საქონლის გაცვლას უყურებენ როგორც საგნების ერთმანეთში გაცვლას და ვერ ხედავენ მის მიღმა იმ ურთიერთობებს, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელსაც ეს ზუსტად ეს საქონლის გაცვლა წარმოადგენს და პლუს ამას მარქსის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ ზედმეტი ღირებულების თეორიაში მან განავითარა აზრი, რომ მუშა რეალურად რასაც მუშაობს და რასაც ხელფასის სახით კაპიტალისტისგან იღებს, ის არის მხოლოდ მისი ესე რომ ვთქვათ, მისი და მისი ოჯახის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, აუცილებელი მინიმუმისთვის და დანარჩენს, რასაც მუშაობს, ანუ თუ მუშაობს დაუშვით პირობიდან 10 საათი, მუშას უხდიან 4 საათის ხელფას და იმ 6 საათის ხელფას ისაკუთრებს კაპიტალისტი და აქედან წარმოდგება ზედმეტი ღირებულება, ანუ ზედმეტი ღირებულებას ითვისებს კაპიტალისტი. ანუ მარქსის ანალიზმა აჩვენა ის, რომ ბაზრიდან კი არ ჩდება მოგება, როგორც ადრე ეგონათ, ანუ ბაზარზე ძვირად გაყიდული საქონლით, არამედ მოგება ჩდება თვითონ შრომის პროცესში, თვითონ საერთოდ ნებისმიერი ღირებულება, საიდანაც შეიძლება უკვე მისი მითვისება, რა თქმა უნდა, სოციალურად აუცილებელი შრომის პროცესში ჩნდება, რომლის გარშემოც წარმოუდგენელი არის ის რომ ვინმე მიისაკუთროს შემდეგ ეს სიმდიდრე საკუთრების საფუძველზე. თვითონ იდეაც საკმაოდ სასაცილო ჭრევს, რომ მე რაღაცა მეკუთვნის, მაგალითად, რავი, კომპანიის აქტივები, მაღარო და ასე შემდეგ და ამიტომ კიდევ უფრო მეტიც უნდა მეკუთვნოდეს ზემოდან, იმიტომ რომ ნუ ჩემია და თუ გამოიყენებ, მე ხო რაღაც სარგებელი უნდა მქონდეს. და რა თქმა უნდა, ბიზნესმენის, კაპიტალისტის სარგებელი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მუშის,
და კაპიტალისტი გაცლებით უფრო ნაკლებ რისკზე მიდის, იმიტომ რომ მუშა რომელიც თავისი დასაქმებულია მაღაროში საკუთარ სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ, მაგრამ რისკის გამო მას არავინ ფულს არ უხდის. რა თქმა უნდა და თან კაპიტალიზმი და ბურჟუაზიული წარმოების წესი შეიცავს წინააღმდეგობებს, რომელიც მარქსმა აღმოაჩინა. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება ამაზე საუბარი, მაგრამ აქ მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც მარქსმა შენიშნა, თუ წარმოების პროცესი არის საზოგადოებრივი, ანუ ქარხანაში შრომა არის საზოგადოებრივი და მიისწრაფის უფრო მეტად საზოგადოებრივობისაკენ, მითვისება ამ პროდუქტისა არის კერძო. ანუ ერთი მუჭა კაპიტალისტები ამ პროდუქტს და ამ პროდუქტის ღირებულებას ითვისებენ, ხო? ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობა არის, მარქსმა სამი მთავარი წინააღმდეგობა გამოყო, თუმცა ამაზე შემდგომ ვისაუბროთ და ამ წინააღმდეგობების სახით კაპიტალიზმი ფაქტობრივად როგორც ფეოდალიზმი ჩაანაცვლა კაპიტალიზმმა, ისე ამ წინააღმდეგობები ქმნიან პირობებს, რომ თვითონ კაპიტალიზმი შეიცვალოს რაღაცა ახალი პროგრესული წესი. წარმოების წესი. ანუ თუ ეს წინააღმდეგობები იწვევს კრიზისებს, იწვევს მუშათა ორგანიზაციების გაერთიანებებს, მუშათა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას საერთოდ და ფაქტობრივად კაპიტალიზმი თავის სხეულში ქმნის თავის წინააღმდეგობას, რომელმაც მას ბოლომდე მოუყოს, ხო? აი, ვისაუბრეთ წინააღმდეგობებზეც, პრინციპში განვიხილეთ მარქსიზმის ორი კომპონენტი, რაც იყო უტოპიური სოციალიზმი, ფრანგული, ეს იყო ინგლისური პოლიტეკონომია და მივახლოვდით მესამე კომპონენტს, რომელიც არის გერმანული კლასიკური ფილოსოფია, კერძოდ მისი განვითარების ყველაზე თანმიმდევრული და დასრულებული სახე, რომელიც არის ჰეგელის იდეალიზმი, რომლის მეთოდი სამყაროს ანალიზის გახლდათ დიალექტიკა. რას წარმოადგენს დიალექტიკა? ეს არის ყველაზე ზოგადი კანონი სამყაროს განვითარებისა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცვლილების და გარდაქმნის მამოძრავებელი ძალა არის წინააღმდეგობები. შეიძლება წინააღმდეგობები საგნის ცვლილებისა იმყოფებოდეს უშუალოდ საგნის შიგნით, როგორც მაგალითად ეხა განვიხილეთ, რომ ფეოდალიზმს ჰქონდა თავისი წინააღმდეგობები, რომელიც ვერ მოაგვარა და ამისთვის საჭირო გახდა შემდეგ ეტაპზე გადასვლა კაპიტალიზმის სახით და ზუსტად იგივე სჭირს ახლა კაპიტალიზმს. მარქსი ამბობდა ასეთ საინტერესო რაღაცას, რომელიც თავისთავადვე დიალექტიკურია, რომ ესეთ ვულგარულ მატერიალიზმს ურჩევნია ყველაზე თანმიმდევრული იდეალიზმი, რომლიდანაც მან მართლაც შეძლო, რომ მარტივად გამოეყვანა განვითარებული და შეიძლება ითქვას ონტოლოგიურად დასრულებული მატერიალისტური ფსობხედელობა, რომელსაც ქვია დიალექტიკური მატერიალიზმი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ თუ ჰეგელამდე არსებულ ფილოსოფიურ ტრადიციებში ისტორიული პროცესი იყო ან შემთხვევითობების, ან ინდივიდების და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ზედაპირული და ქაოსური, შეიძლება ითქვას თვითნებური აღქმა და მიდგომა იყო ისტორიისადმი, ჰეგელმა მოგცა ისეთი საინტერესო და ყოვლისმომცველი მეთოდი, რომელმაც შესანიშნავად გადმოგცა ის თუ როგორ ვითარდება ისტორია უწყვეტად. ანუ ის რომ ერთმანეთთან არიან მიზეზშედეგობრივად მოვლენები დაკავშირებულნი. თუმცა ეს მიზეზშედეგობრიობა არ არის, ხო, მეტაფიზიკა ვახსენეთ. მეტაფიზიკა რას ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული მიზეზი იწვევს ერთ კონკრეტულ შედეგს. თუმცა ჩვენ, როდესაც დიალექტიკას განვიხილავთ, დიალექტიკა არის რეალურად კავშირ ურთიერთობების სისტემა. ანუ თუ ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირებთ მიზეზს და შედეგით, ის არ არის ერთი რაღაცა ელემენტის, რომელიც იწვევს მეორე ელემენტს მიზეზობრივად ამგვარი სისტემა. არამედ ეს არის მდგომარეობების ცვლილების სისტემა არის. ანუ მდგომარეობები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები წინააღმდეგობებით და ამ წინააღმდეგობების დაძლევით, მაგალითად, როგორც წეღანაც აღინიშნა, ფეოდალიზმში შიგნით დაბადებული წინააღმდეგობა წარმოების წესი კაპიტალისტური როგორ ნელ-ნელა მიისწრაფვის წინ და ამ ფეოდალიზმის სიკვდილის შემდეგ როგორ გამოდის ისტორიულ გარიჟრაჟზე და როგორ აყალიბებს ახალ სისტემას, ხო? ის წინააღმდეგობრივი ფეოდალიზმის
შიგნით იყო წინააღმდეგობა, ეს წინააღმდეგობა დაიძლია და ახალ სისტემაზე გადავიდით, ხო? ეს ასევე უნდა იყოს მარქსის ანალიზით შემდგომი პროცესების განვითარებული, რომ კაპიტალიზმი შეიცავს ასევე წინააღმდეგობას და ეს წინააღმდეგობები დაიძლება მას შემდეგ, რაც თვითონ ეს სისტემა შეიცვლება. თვითონ ამ სისტემაში შეუძლებელი არის ამ წინააღმდეგობების გადაჭრა. ის პრინციპულად გადაუჭრელია კაპიტალისტურ სისტემაში და ამიტომ საჭიროა სისტემიდან გასვლა და ახალი სისტემის შექმნა. დიალექტიკურ მატერიალიზმზე ფართოდ კიდევ შემდგომ ეპიზოდებშიც ვისაუბრებთ უფრო ფართოდ. ახლა კი მნიშვნელოვანი არის ზუსტად იმისი აღნიშვნა, რომ ჰეგელის დიალექტიკა იყო იდეალისტური, ის აღიქვამდა სამყაროს როგორც იდეების მოძრაობას, იდეების წინააღმდეგობებს და მათი სინთეზის შედეგად რაღაცა ახალი იდეების წარმოქმნის პროცესს, თუმცა მარქსმა როგორც ის თავად ამბობდა, ჰეგელის დიალექტიკა დააყენა ყირადან ფეხებზე, ანუ ასე ვთქვათ, წაღმა უკუღმაგდან დააყენა წაღმაზე, გაასწორა და მარქსი ამიტომაც ნებისმიერი ცვლილების ფუნდამენტად ხედავს წინააღმდეგობებს და ცვლილებებს არა იდეებში, არამედ მატერიალურ ყოფიერებაში, მატერიალურ პროცესებში, რომლებიდანაც შემდგომ გამომდინარეობს ის გარემო, რომელშიც ყალიბდება სოციუმი, რომელშიც ყალიბდება ამ სოციუმის კულტურა, რომელიც რეალურად არის მატერიალურ ყოფიერებაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე დაშენებული სტრუქტურა. ჰეგელი თავის ისტორიის ფილოსოფიაში სხვათა შორის, როდესაც აანალიზებს ძველ ბერძნულ ყოფას, აი იდეებზე გამახსენდა ზუსტად, თვლის რომ ბერძნებს ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ზოგიერთი ადამიანი თავისუფალი იყო თავისთავად და არა ყველა. იმიტომ რომ იქ გონი ან ცნობიერება არ იყო იმ დონეზე მისული, როგორც შემდგომ ქრისტიანობაში მოხდა, რომ მათ შეემეცნებინათ, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი იყო თავისთავად, როგორც გონის ცნობიერების მატარებელი არსება. ანუ ისინი ხო მონებს არ თვლიდნენ. თავისუფლად კი არა, საერთოდ ადამიანებად არ თვლიდნენ. მოლაპარაკე ინსტრუმენტები ხო? კი და თუ ჰეგელი ამგვარად ხსნის ისტორიას, თავის ლექციები ისტორიის ფილოსოფიის შესახებ, მარქსი შემდეგნაირად დააყენებდა საკითხს, რომ იმიტომ არ თვლიდნენ, ანუ იმიტომ არ ჰქონდათ ესეთი ცნობიერება ბერძნებს, რომ ყველა ადამიანის თავისუფლება მიეღოთ. იმიტომ რომ ესეთი წყობა იყო, იქ არსებდნენ. რომ ისინი უბრალოდ არსებულ რეალობას აკვირდებოდნენ, რომელიც იბლი ჰქონდათ და ესე ვთქვათ, უკურაციონალიზებას აკეთებდნენ უკვე მომხდარი ფაქტის. მაგრამ ის თუ რამ მიიყვანა საზოგადოება ასეთ მდგომარეობამდე, ამის ობიექტურად გაანალიზებას ისინი ვერ ახერხებდნენ. და თავისთავად იდეალიზმი ასევე ვერ პასუხობდა იმ მე-18-მე-19 საუკუნეში ან ბუნების მეცნიერების აღმოჩენებს, იმიტომ რომ ეს მეთოდი, რომ ყველაფერი აიხსნა იდეებიდან, ანუ იდეა ყოფილიყო პირველად ის, ყველაზე ტრივიალურად თუ ვიტყვით და არა მატერია, ის ვერ ახერხებდა, რომ ეს მატერიალური პროცესები გაერკვია და აიხსნა ეს პროცესები, რაც ხდებოდა იმ დროს ბუნების მეცნიერებაში და მატერიალიზმი და უფრო თანმიმდევრული ან დიალექტიკური მატერიალიზმი, რაც მარქსის და ეგელსის მოღვაწეობის შედეგად ჩნდება, მათი მეთოდის შედეგად, ზუსტად ამაზე ესეთ იდეალიზმზე და ვულგარულ მატერიალიზმზე, ანუ ძველ მატერიალიზმზე რაღაცნაირი რევოლუციური გადააზრება იყო ამისა და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გარდა ამისა მარქსი გარდა მატერიალიზმისა და იდეალიზმისა, ინგლისურ პოლიტეკონომიაზე, ეკონომიის მონოპოლარზე აფუძნებს უკვე თავის შრომას და აგრძელებს მის იდეურ ლოგიკურ დასასრულამდე მიყავს ეს სწავლება და ასევე ვისაუბრეთ ფრანგულ უტოპიურ სოციალიზმზე და არა მარტო ფრანგულ, რომელსაც ის ასევე უტოპიური მდგომარეობიდან გამოყავს და აქცევს მას უფრო მეცნიერულ, უფრო დასრულებულ სოფხედელობად. მარქსი დგას როგორც იდეალიზმზე, ანუ იდეალიზმის კრიტიკაზე და ბულგარული მატერიალიზმის კრიტიკაზე, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ინგლისურ პოლიტიკურ ეკონომიაზე და ფრანგულ სოციალიზმზე, რომლის განვითარებასაც ის გვთავაზობს თავისი კრიტიკული თეორიით. მარქსსა და მე შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ის არგუმენტი თითქოს და მარქსიზმი თითიდან გამოწუწნული ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც უბრალოდ ესეთი ლამაზი უტოპიაა და არ აქვს რაღაცა რეალური საფუძველი, რომლის მხოლოდ ფურცელზე მუშაობს და ასე შემდეგ.
არის მცდარი, ვინაიდან მარქსის თეორია დაფუძნებული იყო იმ მომენტისთვის კაცობრიობის ყველაზე პროგრესული სწავლებების ფუნდამენტზე, რომელმაც მარქსმა გააერთიანა, გაფილტრა, გადაამუშავა და მოახდინა მათი თანმიმდევრული სინთეზირება ერთიან კოჰერენტულ სოფხედელობაში. და სხვათა შორის მარქსი ძალიან ბევრ ენაზე საუბრობდა და კითხულობდა და წერდა, თუმცა განსაკუთრებულად აი სამ ენაში, ზუსტად ფრანგულში, ინგლისურში და თავისუფლ გერმანულში იყო ესე რომ ვთქვათ მოწინავე, იმიტომ რომ მთელი რიგი ნაშრომები აქვს ან ენებზე დაწერილი და შესანიშნავად ფლობდა და კაპიტალიც, რომელიც მისი მთავარი ნაშრომია, სავსეა, აი ინგლისური და ლონდონის ბანკის ეროვნული ბანკის მასალით, რომელსაც ამუშავებდა, ასევე მას აქვს პასუხები ისეთ გამოჩენილ ფრანგ утопиურ სოციალისტთან და ანარქისტთან, როგორც არის პუდონი, ანუ მის სიღატაკის ფილოსოფიას მან უპასუხა თავისი გენიალური ნაშრომით ფილოსოფიის სიღატაკე და რა თქმა უნდა გერმანულ ენაზეც ის თავის კვლევებს ახორციელებდა და აი რაღაცა სამი утопიური სოციალიზმი, კვლავ გავიმეოროთ, ფრანგული утопიური სოციალიზმის, ინგლისური პოლიტიკური ეკონომიის და გერმანული კლასიკური იდეალისტური ფილოსოფიის სინთეზს წარმოადგენს მარქსის და შემდგომ ენგელსის ეს სოფხედელი. მიუხედავად იმისა, რომ მარქსის ცხოვრების შემდგომ რეალიები საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა მარქსის ყველაზე ფუნდამენტური დებულებები დღემდე ინარჩუნებენ აქტუალობას. დღემდე ვხედავთ კლასობრივ დაპირისპირებას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოში, იმიტომ რომ აქ ცხოვრობთ და მთელს მსოფლიოში ვხედავთ ამას. და ამიტომ მის თეორიას, მის ამ სწავლებას და შეიძლება ითქვას, ის არ მხოლოდ თეორეტიკოსი იყო, არამედ პუბლიცისტიც, როგორც ვთქვით, ის მოუწოდებდა ხალხს ქმედებებისკენ და მისი ეს მოწოდებები თავის აბსოლუტურ უმრავლესობაში დღემდე რჩება ჭეშმარიტად. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარქსის ის მოწოდებები, რომლებიც აი პრაქტიკული ჩართულობისკენ მოწოდება იყო მუშათა კლასისათვის, ხო? ანუ ხშირად თვლიან ხოლმე, რომ მარქსი რასაც აჟღერებს კომუნისტური პარტიის მანიფესტში, რომ ის რაზმავს, ესე რომ ვთქვათ, მუშათა კლასს რევოლუციისკენ და ბურჟუაზიული წესრიგის დამხობისაკენ, თითქოს არ მოხდა, გადაიდო, არასდროს არ მოხდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მარქსის ეს წინასწარმეტყველება კი არ იყო, ეს იყო მოწოდება. პირობები იმისა, რომ კაპიტალიზმმა გააჩინოს ის პირობები რეალურად, რომელიც მუშათა კლასს შესაძლებლობას მისცემს, რომ ბებიაქალის როლი იკისროს ისტორიაში და მოსპოს კლასობრივი წინააღმდეგობები აუცილებლად დადგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მარქსი ამას არ ამბობს, რომ ეს არის რაღაცა ფატალური აუცილებლობა, რომ ის აუცილებლად მოხდება. ის პირობები დადგება, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ პროლეტარიატმა თვითონ გაანალიზოს თავისი ჩაგვრის პირობები და თვითონ აღდგეს აი წესრიგის წინაშე. მე მგონი დღეს და დავასრულოთ პირველი ეპიზოდი. შემდგომ საკითხად ალბათ წარმოვადგეთ და ავირჩევთ утопиურ სოციალისტ და ანუ ფრანგულ სოციალისტად შევეხებით და სხვა утопиურ მოძღვრებებს და მეცნიერულ სოციალისტს, ანუ რა ტიპის მეცნიერულ მიდგომას გვთავაზობენ მარქსი და ენგელსი, რა განასხვავებს ახალი ტიპის სოციალისტურ მოძღვრებას ძველი მოძღვრებისგან, რატოა ის მეცნიერული, რატო იყვნენ ისინი утопиურები და უფრო მეტად ჩაურმაოდებით. რამდენიმე სიტყვით აქაც ვახსენეთ, თუმცა თლიანი ეპიზოდი, შემდგომი ეპიზოდი მიეძღვნება ზუსტად ამ თემას. მადლობა სანდრო. მადლობა ირაკლი. კარგად გზარდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. Alla mattina appena alzata oh bella ciao bella ciao bella ciao 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 alla mattina appena
მარქსის სწავლება იყო დაფუძნებული